გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ რამდენიმე ცენტრალურ თემაზე. ალვერსონის წიგნის მეშვიდე თავიდან. და ჯერ დავიწყებთ იგივეობის, ანუ იდენტობის მიმართების წესების ახსნით და რამდენიმე ნიუანსის გარკვევით ამასთან დაკავშირებით, ასევე სავარჯიშოებსაც გავაკეთებთ იგივეობის წესთან დაკავშირებით და შემდეგ ავხსნით ფუნქციების დამატება, როგორაა შესაძლებელი ლოგიკაში და რა წესები არის ფუნქციებთან დაკავშირებული. ამასაც გავავლით, ავხსნით რა არის ინექციური ფუნქცია, სურექციული, ბიექციური და ნახავთ ფუნქციური ნოტაციის გამოყენებით რაღაცები როგორ უნდა დავამტკიცოთ. ეს იქნება კარგი გზამკვლევი შემდეგ არითმეტიკის ფორმალური თეორიის ასახსნელად და ამ საკითხებზე გადასასვლელად. კარგი, დავიწყოთ იგივეობის მიმართებით. ნუ წესი რაც გვაქვს არის შემდეგი, აქ ისევ დავწერე. ესე იგი, თუ გვაქვს მოცემული, რომ A უდრის B-ს და თუ გვაქვს რამე წინადადება, სადაც არ ხდება, F არის წინადადება, სადაც არ ხდება, მაშინ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ A B-თი. ესე იგი, აქ შეგვიძლია დავასხმოთ, რომ B-ზე ჭეშმარიტი იქნება ეს წინადადება, თუ A-ზე არის ჭეშმარიტი, საკმაოდ ინტუიციური არის ეს. ეხლა ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ამ იდენტობასთან დაკავშირებული წესებით, ეს არის ელიმინაციის წესი, იდენტობის შემოტანის წესის და ელიმინაციის წესს უკვე დამტკიცებადია, რომ იდენტობის მიმართება არის სიმეტრიული და ტრანზიტული. ეხლა რას ნიშნავს სიმეტრიულობა? სიმეტრიულობა ნიშნავს, რომ A თუ არის იგივე რაც B, მაშინ B იგივეა რაც A. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? ესე იგი, დავწეროთ ჩვენი დაშვება, რომ A უდრის B-ს. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება დაშვება, რომ ჩვენ დაგვჭირდება დამატებით დაშვება, იმიტომ რომ მარტო აქედან ვერაფერს ვერ გამოვიყვანთ. კარგი ის არის, რომ იდენტობის იგივეობის შემოტანის წესი გვეუბნება, რომ ნებისმიერ ხაზზე შეგვიძლია დავწეროთ, რომ A უდრის A-ს, ან B უდრის B-ს. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება A უდრის A-ს. და ეს არის იგივეობის შემოტანა, არც ერთ დაშვებაზე არ არის დაკავშირებული. ეხლა ის წესი, რაც აგიხსენით, ასევე აქ არის მოცემული, ეს წესი, რაც აგიხსენით, იმის მიხედვით ამას გავაანალიზებ შემდეგნაირად. ესე იგი, ჩვენ გვინდა რომ აქ ეწეროს B უდრის A-ს. ესე იგი, ეს ფორმულა გავიგოთ, A უდრის A-ს, A უდრის A ფორმულა გავიგოთ, როგორც F-A. ანუ ეს A უდრის A ხო წინადადებაა? ესე იგი, რაღაცა წინადადება, სადაც ხდება A. ხო? შესაბამისად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ B-თი რომელიმე A. ამ შემთხვევაში პირველს ჩავანაცვლებ და მივიღებ B უდრის A-ს. ხო? და ეს იქნება დამოკიდებული, ეხლა ჯერ დავწეროთ რა გავაკეთეთ. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ პირველზე და მეორეზე იდენტობის ელიმინაცია და ეს არის დამოკიდებული მარტო პირველზე. სადაც A არის A, არის ჩვენი F-A. ესე ვამტკიცებთ ამას. ეხლა რაც შეეხება შემდეგს, სიმეტრიულობის დამტკიცებას. სიმეტრიულობის დამტკიცებისთვის, ესე იგი, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ თუ A უდრის B-ს და B უდრის C-ს, მაშინ A უდრის C-ს. ეს არის სიმეტრიულობა. ეხლა ამაზე როგორ ვიფიქრებთ ჩვენ? არის რომ არ არის B, ამაზე ვიფიქროთ როგორც ამაზე ვიფიქროთ როგორც FB. ეს წიგნშიც არის ახსნილი. ანუ ამაზე ვიფიქროთ როგორც FB. და ამაზე თუ შეგვიძლია ვიფიქროთ როგორც FB და B უდრის C-ს, ესე იგი შევანაცვლოთ
B-C და მივიღებთ აუდრის C-ს. ხო, ორივეზე არის დამოკიდებული. ეს ესე, მოდი ახლა გავაკეთოთ პროგრამული სავარჯიშო, რომელიც წიგნში არის მოცემული. ესე იგი, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ესეთი რაღაცა, იგივეობის ცნების გამოყენებით, იგივეობის მიმართების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესეთი ფრაზები, რომ რაღაცა არსებობს, რომელიც არის P და მხოლოდ ერთი რაღაცა არის P. მაგალითად, მაგალითად, მხოლოდ ერთი ადამიანის თვისებაა, რომ დაწერა გველის მჭამელი, ან დაწერა ფესვები, ხო? ვიტყვით, რომ არსებობს ისეთი X-ი, სადაც აი აქ ამოცემული, არსებობს ისეთი X-ი, სადაც X-ი არის P და ნებისმიერი Y-ისთვის თუ Y-ი არის P, მაშინ X უდრის Y-ს. და აქედან უნდა დავამტკიცოთ, რომ რაღაცა არის P და ნებისმიერი ორი საგნისთვის თუ ეს X-ს არის P და Y-ს არის P, მაშინ X-ი არის იგივე რაც Y-ი. ეს უნდა დავამტკიცოთ. ახლა როგორ შევებით ამას? ჯერ დავწეროთ ჩვენი თანამწვარი. მოდი ახლა გამოვიყვანოთ აქედან მისი გამოყვანოთ მინდა ესა დაშვება. დავწერ. მოდი რამეზე A-ზე გავაკეთოთ ელიმინაცია, ეს ახალი დაშვება იქნება. იმისთვის რომ ექსტენსიური ელიმინაცია გავაკეთოთ. მაშინ აუდრის Y-ს, ეს არის ახალი დაშვება. ნუ აქედან ტრივიალურად გამომდინარეობს, რომ რაღაცა არის A, ხო, ასე რომ მაგას ბოლოსაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. და რო შევამოკლოთ ამ კონუნქციის ელიმინაციას ცალ-ცალკე აღარ გავაკეთებ. ეხლა შემდეგში რახან დასამტკიცებელი გვაქვს პირობით დებულება, რომელიც უნივერსალურად კვანტიფიცირებულია S. ესე იგი, მოდი დავუშვათ, რომ რაღაცა B არის P და რაღაცა C არის B. ეს დაშვება გავაკეთოთ. აქედან ეხლა უნივერსალურად კვანტიფიცირებული ფრაზა რო გვაქვს ეს, აქედან გამოვიყვანოთ, რომ აქედან გამოვიყვანოთ შემდეგი, ხოდში აქ direct-ი უნდა ეწეროს, არაცი ჩვენი ისტორია. აქედან ეხლა გამოვიყვანოთ B-ზე, რომ UB არის P, მაშინ აუდრის B-ს, ეს არის ორიანზე. ცხადია, გავაკეთე ელიმინაცია უნივერსალურის ამაზე, მეორე დისფუნქცია. აქედან გამომდინარეობს, რომ აუდრის B-ს შემოკლებული მოდუს პონექსით. ესე იგი, ეს არის დამოკიდებული რაზე? ეს არის დამოკიდებული, ესე იგი, აქედან გავაკეთე და აქედან 2-იან და 3-იან. 2-იან და 3-იან. 6-იანზეც იგივე ლოგიკით ეს უნივერსალური კვანტიფიკაცია გავაკეთოთ ახლა C-ზე. მაშინ აუდრის C-ს დამოკიდებული 2-იანზე და 7-იანზე გვექნება 7-იანზე გვექნება აუდრის C-ს. ესეც არის დამოკიდებული 2-იანზე და 3-იანზე. აი, ახლა მოცემული გვაქვს, რომ აუდრის B-ს და აუდრის C-ს. ჩვენ გვჭირდება რა? ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიყვანოთ უნივერსალურად კვანტიფიცირებული ფრაზა ეს,
სადაც B და C გვაქვს დაშვებები, გვიჭირდება რომ B უდრის C-ს. გვიჭირდება რომ B უდრის C-ს. AB თუ გვაქვს და AC თუ გვაქვს, როგორ გამოვიყვანოთ B უდრის C-ს? ამას გამოვიყვან, როცა მივხვდები ექსტენსიურის ელიმინაცია, როგორ უნდა გავაკეთო ამაზე. აი მაგალითად აქ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ასმაგივრად B. ესე იგი, A თუ უდრის B-ს, მაშინ ეს იყოს FAC. ბოდიში FA. ეს იყოს FA. და შესაბამისად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ BC-ი. იგი B უდრის C-ს და ესაა დამოკიდებული იგივე 2-იანზე და 3-იანზე და გავაკეთე 5-იანზე და 7-იანზე ელიმინაცია ტოლობისა. ეხლა ამოვარდებ B უდრის C-ს და დავწერ ამას C-ს ეს ამოვარდა, ესე იგი მარტო 2-იანზე იქნება დამოკიდებული. და ეხლა შემოკლებით უნივერსალური შემოვიდანოთ. ხო, რახან B-ზე და C-ზე არანაირი დაშვებები არ გამოგვიხენებია, შეგვიძლია შემოვიდანოთ და შემდეგ დავამატოთ აქედან E-და რომ გამომდინარეობს რომ არსებობს X-ი, ისეთი რო არის B. და მივიღებთ ამას. მოდი შემოკლებით გავაკეთებთ ამას, ესე იგი აქედან ისეთ გამოდის, რომ რაღაცა X-ი არის რაღაცა X-ი არის E და ყველა X-ისთვის და ყველა Y-ისთვის X-ი და Y-ი მაშინ X-ი უდრის Y-ს. ეს რაზე არის დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია ჩვენს 2-იანზე. ესე იგი 2-იანით შევძელით ისეთი რაც გამოყვანა, სადაც A-ზე არაფერი სპეციფიკური არ ხდება. ესე იგი აქ იგივე განმეორდება და ექსისტენციური ელიმინაციას გავაკეთებთ და ჩავწერ ამას, რომ როგორ გავაკეთე ეს გავაკეთე 1-იანზე, 2-იანზე და 10-იანზე. და ეს სრული დამტკიცება უფრო დიდი იქნება. ეს არის აქ ექსისტენციური ელიმინაცია დამჭირდა, A-რო B-ს უდრის და A-რო C-ს უდრის, აქედან რომ გამოვიყვანო, რომ B უდრის C-ს. ეხლა ფუნქციებზე მოკლედ ვისაუბრებ და რაღაცებს ავიფიცებ, ეს ალბათ ჭირდება. ფუნქცია, მათემატიკაში ფუნქცია არის ოპერაცია სიმრავლეებზე, A და B სიმრავლეზე, სადაც A-ს თითოეულ ელემენტს შეესაბამება რაღაც ერთი ელემენტი B სიმრავლიდან. ერთი ელემენტი უნდა შეესაბამებოდეს და არა ორი. ესე იგი, ფუნქციური ნოტაციით f-ი არის ფუნქცია, ხო, ნებისმიერ A-ს რომ იცენ, უნდა აბრუნებდეს ერთ რაღაცას რა. ესე იგი, ფუნქციის თვისება არის შემდეგი, რაც ასევე შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ნებისმიერი X-ისთვის არსებობს რაღაცა Y-ი, სადაც f(x) უდრის Y-ს. ეხლა ჩვენ ფუნქციები რა გვექნება? ფუნქციებზე ვფიქრობთ ჩვენს ლოგიკაში როგორც ტერმინზე. ანუ ფუნქციები რომელიც გვაინტერესებს, ესეთი რაღაცა იქნება, რომ ფუნქციას თუ მივცემ რაღაცა, რაც სახელის როლს ასრულებს ჩვენს ლოგიკაში, სახელის სინტაქსი აქვს მაგალითად A-ს, ხო, ფუნქციას რომ მიცემ A სახელს, აბრუნებს სხვა რაღაცა სახელს. ანუ ესაა ფუნქცია, რომელიც შემავალ ინფორმაციას იღებს სახელს და გამავალ ინფორმაციათაც აბრუნებს სახელს. ანუ სახელიდან საგნამდე ფუნქცია იქნება. მაგალითად, ბიოლოგიური მამა. ბიოლოგიური მამა არის ცალკე არაფერს არ აღნიშნავს, მაგრამ გიორგის რო ჩავსვათ აქ, მივიღებთ გიორგის ბიოლოგიურ მამას. გიორგის ბიოლოგიური მამა, რომელიღაც ადამიანს ასახელებს, თქვა შალვას, და შეგვიძლია იმის მაგალითად ვთქვათ, რომ შალვა არის სტუდენტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგის ბიოლოგიური მამა არის სტუდენტი. ეხლა ნახეთ ამის დამტკიცება, როგორ შეიძლება ჩვენი
ლოგიკიდან, აი ის. რახან ფუნქცია იგივე რაღაც იგივენაირად მუშაობს როგორც ტერმინი სახელი. შეგვიძლია დავწეროთ ყოველთვის რომ ვთქვათ f-a უდრის f-ას. ანუ გიორგის ბიოლოგიური მამა იგივე რაც გიორგის ბიოლოგიური მამა. ეხლა შემოვიტანოთ ეგზისტენციური ხო ეს ვიცით რომ იდენტობის შემოტანით არის არაფერზე არ დამოკიდებული. ეხლა ეგზისტენციური ის გავაკეთოთ ეგზისტენციური შემოტანა გავაკეთოთ ამაზე. გვექნება ყველა y-ისთვის. იგი არსებობს y სადაც f-a უდრის y-ს ეს იქნება ერთიანზე ეგზისტენციური შემოტანა. ისე დავწეროთ. ეს არაფერზე არ დამოკიდებული და ეხლა შეგვიძლია უნივერსალური კვანტიფიკაცია გავაკეთოთ. ოღონდ ნახეთ აქ უკვე ამაზე აზე გავაკეთებ. ესე იქნება ანუ ჩვენს ლოგიკაში რახან ფუნქციას აქვს ესეთი წესები ესეთ სტრუქტურა რომ ტერმინის როლს ასრულებს ჩვენს ლოგიკაში მაშინ შეგვიძლია ესეთ რაღაცა დავამტკიცოთ რომ ნებისმიერი x-ისთვის არსებობს y-ი ხო მაგალითად ეს თუ არის ბიოლოგიური მამის ფუნქცია ხო f-ი რამეს რო ჩავსვალთ უნდა დააბრუნოს ბიოლოგიური მამა ვინც არის ხო აი ეხლა დავამტკიცეთ რამდენიმე რაღაცას ფუნქციებზე. ან ციგნში არის შეცდომა. ამე ისეთი სერიოზული შეცდომა არ არის, მაგრამ საერთაშორისო არის შეცდომა და ნახავთ ამის დამტკიცება როგორ შეიძლება. ესე იგი, ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ნებისმიერი ესეთი რაღაცა დავამტკიცოთ, რომ თუ a უდრის b-ს machine f-a უდრის f-ს. ეს ესე უნდა იყოს, ხო? გიორგის ბიოლოგიური მშობელი. ხო, თუ a და b ორივე გიორგია, მაშინ ხო, ერთი და იგივე ბიოლოგიური მშობელია ყოველ, მაგრამ ესე იგი დაუშვათ, რომ a უდრის b-ს, ესაც ხადია დაშვება და ტოპოლოგია არ არის. ეხლა რას ვაკეთებთ აქ? ეხლა ციგში წერია fc უდრის fc-ს, ხო? ეგრე ვერ იმუშავებს. ესე იმუშავებს. ეს იდენტობის შემოტანით შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფერზე არა ეს დამოკიდებული. ეხლა აქ რა ხდება? ყურადღება მიაქციათ ამას. ესე იგი a ხო უდრის b-ს. ეს არის რაღაცა წინადადება a-ზე. ესე იგი ეს შეგვიძლია გავიგოთ როგორც phi f-ი ოღონდ სპეციფიკური კლასზე რაღაცა წინადადება a-ზე. შეგვიძლია ამიტომ ჩავანაცვლოთ a-ბეთ ეს იქნება ერთიანზე და ორიანზე იდენტობის ელიმინაცია დამოკიდებული ერთიანზე და შემოვიტანთ ახლა conditional proofs გავაკეთებ პირობით დამტკიცებას და გვექნება ეს. აი ესე დავამტკიცებთ ამას. ბოლო რაც მინდა ეხლა ფუნქციები ტერმინოლოგია აქვს ფუნქციები, რომელიც ფილოსოფიაში და მათემატიკაში და ბევრგან ხდება ასევე კაი ამის დამახსოვრება და იმის ნახვა, რომ ამის ფორმალიზაცია შეგვიძლია. ეს არის ინექციური ფუნქციის ცნება,
ფუნქცია არის ინექციური, აა, თუ ესე იგი განსხვავებული ადაბე აბრუნებს განსხვავებულ რაღაცაზე არის ასახული. ესე იგი, ეს გვეუბნება შემდეგ რაღაცას, თქვენ ესე შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ინექცია გვაქვს მაშინ, როდესაც ესეთი რაღაცა გვაქვს. თუ ადაბე ერთი და იგივე რაღაცას აბრუნებს, მაშინ ადაბე უნდა იყოს ერთი და იგივე. იგი ადაბე ხა ამისი კონტრაპოზიტივი რო აიღოთ, ადაბე თუ ერთი და იგივე არა, მაშინ სხვადასხვა რაღაცები უნდა დააბრუნოს. ოკეი. ეხლა ეს არის ინექციური ფუნქცია. გვაქვს სურექციის ცნება ასევე. სურექცია არის, როდესაც ფუნქცია ადაბენდე რო გვაქვს დიდი A და დიდი B, ამ შორის რო არის ფუნქციური მიმართულება. არც ერთ B არ არის მეწყვილეს გარეშე. ესე იგი, ნებისმიერი y-ისთვის უნდა არსებობდეს x-ი, სადაც f(x)-ი აბრუნებს y-ს. რომელი y-იც არ უნდა ამოვარჩიო B-დან, ხო? არსებობს რაღაცა x-ი A-დან და f(x)-ი უდრის y-ს. ესაა სურექცია. ფუნქციები, რომელიც ინექციურიცაა და სურექციურის, იმას ქვია ბიექციური ფუნქცია. ანუ ბიექცია არის ეს, რომელიც სურექციურიც არის და ერთიერთაც არის, ესეც ფუნქციებს ქვია ბიექცია. აი მაგალითად ვიზუალიზაცია რო გავაკეთოთ, ეს იყოს A-ს ელემენტები, ეს იყოს B-ს ელემენტები. A-ში თქვათ არის პატარა A, B, C და D. და B-ში არის E, Z და N. ეხლა ავტომატურად აქედან ვიცით, რომ ეს ვერაფრით ვერ იქნება სურექციული ფუნქცია. განურიცხულია ეს, რომ იყოს სურექციული ფუნქცია, იმიტომ რომ რომელიღაცა B დარჩება მეწყვილეს გარეშე, იმიტომ აქ 4 წევრია და აქ არის 3 წევრი. ხო? შესაბამისად ეს ესე იგი, A თუ არის დაკავშირებული ამასთან, B არის დაკავშირებული n-თან, ხო? ბოდიში ეს სურექციული იქნება, როგორც ვთქვათ, ერთ-ერთზე არ იქნება, ინექციური არ იქნება. ეს თუ არის ამასთან დაკავშირებული, რომელიღაცა XY-თან, XY ერთი და იგივე რაღაცასთან უნდა იყოს დაკავშირებული, რა. ეს ვერაფრით ვერ იქნება, ინექციური, ანუ ერთ-ერთზე ფუნქცია. ერთ-ერთზე ფუნქცია რო იყოს, აქ სხვა ელემენტიც უნდა იყოს მეოთხე, ხო? ვთქვათ L და ეს იყოს ამისთან. ხო. ასე რომ ამისთვის გვჭირდება ხოლმე ეს ტერმინოლოგია. ბიექციის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი არის მათემატიკაში და მათემატიკურ ლოგიკაში. ეხლა ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ბიექციის ცნების გამოყენებით შეგვიძლია გავსაუბროთ მაგალითად, როდის არის სიმრავლე უსასრულო. უსასრულო სიმრავლის თვისებაა, რომ როდესაც ადაბე არის სიმრავლე და არის წესიერი ქვესიმრავლე B-ში, ესე იგი ნაწილი არის და მთელი არა, მაგრამ არსებობს ბიექცია A და B-ს შორის, ესე იგი A და B უნდა იყოს უსასრულო სიმრავლე. ეხლა ჩვენ მოდი დავამტკიცოთ, რომ ფუნქცია, ანუ f ფუნქცია თუ ყავს ეს შექცევადი ფუნქცია, ანუ f-ს რომ იცემ x, ხო, და რასაც დააბრუნებ იმას რომ იცემ g-ს, იგივე x-ი უნდა დააბრუნოს. ეხლა დავამტკიცებთ ჩვენ, რომ აქედან გამომდინარეობს, რომ ფუნქცია უნდა იყოს ერთი ერთზე.
საინტერესოა და მოდი ახლა გავაკეთოთ. მით მოვჩეთ. ესე იგი, გვაქვს წანამძღვარი. ყველა x-ისთვის g f x-ი ტრის x. ხვდებით რა ეს რახანის ტერმინია, იგივე ფუნქციაში ჩადება შეგვიძლია, ხო? იმის მიუხედავად რომ f-ი არის აქ. აქედან უნდა დავამტკიცოთ, რომ არის 1-1-ზე. 1-1-ზე ნიშნავს, რომ 1-1-ზე ნიშნავს შემდეგ რაღაცას, რომ f-ა თუ უდრის f-ს, მაშინ აუდრის b-ს. მოდი დავუშვათ, რომ f-ა უდრის f-ს. ეს არის დაშვება. ეხლა რა შემიძლია გავაკეთოთ? ეხლა ელიმინაცია გავაკეთოთ აქ. ამისი. სადაც x-ის მაგივრად ჩავსვათ a. ეს არის დამოკიდებული ერთიანზე და გავაკეთებ უნივერსალურის ელიმინაცია ერთიანზე. ეხლა რა შევიდით? ეხლა რახან f-a უდრის f-ს და გვიდით, რომ ესეც არის თვიცება რაღაცა f-აზე. f-აზე არის ეს თვიცება. შესაბამისად, შეგვიძლია f-ა ჩავანაცვლოთ f-ი. მივიღებთ ესეთ რაღაცას. ტრის as. ხო, f-a-ს ვანაცვლებთ და არას. ეს არის დამოკიდებული ერთიანზე და ორიანზე, ხო და ორიანზე და სამიანზე გავაკეთე ელიმინაცია იდენტობისა. ეხლა კიდე გავაკეთოთ ელიმინაცია, ამჯერად გავაკეთოთ b-ზე. აქაც მინდა ესა ერთიანზე დამოკიდებული ერთიანზე ექსტენსიური ელიმინაცია. ეხლა რა შევიდით? ეხლა ნახეთ როგორი რაღაცაა. ჩვენ უნდა გვაჩვენოთ, რომ a უდრის b-ს. ხო? როგორ უნდა ვაჩვენოთ ეს? იგი რახან ამას აქვს ნახეთ იგივე ფორმა, როგორც მაგალითად ესეთი რაღაცა რო გქონდეს, რომ თუ c უდრის a-ს და c უდრის b-ს, ხო? მაშინ a უდრის b-ს. ესეთი რაღაცა უნდა გქონდეს. ესე იგი, ეს იყოს, აქ მინდა რომ აიღოს. ხო და მივიღოთ a უდრის b-ს. ეს გვეუბნება, რომ ეს უდრის ამას და ეს იქნება მტკიცება, წინადადება, რომელიც შეიცავს ამას. ანუ f-ი, ნახეთ, აი გავაკეთე. ანუ ესეთი რაღაცა გვექნება. რაღაცა წინადადება, რომელიც შეიცავს ამ ტერმინს. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ და მივიღებთ a უდრის b-ს. ეს 4-იანზე და 5-იანზე გავაკეთე. 5-იანზე ექსტენსიურის ყოლობის ელიმინაცია. და რაზე არის დამოკიდებული 1-იანზე და 2-იანზეა. და 7-იანზე ეხლა ამოვაგდებ პირობით დამტკიცებით 2-იანს და დავწერო თუ f არის a. თუ f-a უდრის f-ს, მაშინ a უდრის b-ს. ეს დამოკიდებულია მხოლოდ 1-იანზე. ესე იგი, g თუ არის f-ის შექცევადი ფუნქცია, მაშინ 1-1-ზე უნდა იყოს f ფუნქცია, ანუ f ფუნქცია უნდა იყოს 1-1-ზე. ხო? ეს ეხლა რომ დავინახოთ რა სიძახის, ამისი ვიზუალიზაცია შეიძლება ესე. ნახეთ. ეს ყოს რაღაც დიდია და დიდი b და რაღაცა f ფუნქცია ამაზე. მოდი ეხლა ნახეთ თუ ეს 1-1-ზე არ არის ეს ფუნქცია.
რაღაცა არის მეწყვილეს გარეშე აქ, ხო? ეს აი ეს იყოს ვთქვათ ატა რაღაცა იყოს აქ მეწყვილეს გარეშე. მაგალითად, აი იყოს დაკავშირებული ds-თან. ამ და ამ ამ იყოს დაკავშირება ერთი და იგივე ისე შეიძლება გქონდეს აქ, რომ მარი ფიქრობთ, რომ განსხვავებულ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. b იყოს დაკავშირებული თქვა z-თან და c იყოს ისევ დაკავშირებული d-თან. ესეთ შემთხვევაში ნახეთ, ფუნქცია b-დან am-ამდე აღარ იქნება, კი არა, ფუნქცია აღარ იქნება b-დან am-ამდე. რადგან d არის დაკავშირებული ამ შემთხვევაში a-სთანაც და c-სთანაც. და ამიტომაა საჭირო, რომ ერთ-ერთზე იყოს ესეთ ფუნქცია რა. იმისთვის, რომ აქ ds რო ჩავსვავთ, ისევ დააბრუნოს აქ კიდე a-ს აბრუნებს და c-ს. მოკლედ, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც ლაპარაკი მინდოდა. და შემდეგში გადავალთ არითმეტიკის ფორმალ თეორიაზე. კარგით, მადლობა.